მოგახსენებთ, რომ ბრალდებულს ბრალი წარდგენილი აქვს პოლიციურ თავდასხმასა და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე. კერძოდ 2025 წლის 23 ივნისს იგი თავს დაესხმა პოლიციას და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. რისი ამსახველი ვიდეო ჩანაწერები წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში და გარდა პოლიციელთა ჩვენებისა და მოწმეთა გამოფხვის ოფმებისა, აღნიშნული ვიდეო ჩანაწერები ნათლად ასახავს, რომ ბრალდებული თავს ესხმის პოლიციელს და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მას. რაც შეეხება დაზიანებთან დაკავშირებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მას თავდასხმა აქვს წარდგენილი, კიდევ ერთხელ გეუბნები და არა ჯანმრთელობის ხელყოფა, რასაც ასევე ითვალისწინებს საქართველოს სისხლისმღვრელი კოდექსის 353 პრიმა და მეორე ნაწილი, ხოლო თავდასხმის შემთხვევაში მას წარდგენილი აქვს სწორედ იქიდან გამომდინარე, რაიმე ისეთი დაზიანება, რომელიც მის ჯანმრთელობის ხელყოფას გამოიწვევდა, დაზარალებისთვის არ არის მიღებული. თავდასხმა გამოიხატებოდა ხელის გარდნაში. ისეა? სხეულის დიახ, სახის არეში ხელის გარდნაში გამოიხატებოდა თავდასხმა. სიცოცხლე აღენიშნებოდა პოლიციელს. თავს დაესხმა და სიცოცხლის სიცოცხლე აღენიშნებოდა თუ არა, ითქვა საქმის გამოძიების ეტაპზე დადგინდება და გამოიკვლევა საქმის არსებით გამთვლის. ვერ გასუხოთ ამ კითხვას. თვალსაჩინო იყო თუ არა დაზიანება, რომელიც მიიღო ბატონმა თემურმა. დაზიანებები ის რომელიც მაკვალიფიცირებელი იქნებოდა დაზარალებას არ ქონდა. ბატონო გიორგი, ისიც რა მაინტერესებს, რა სწერს ბატონი თემური ჩვენებაში? ძლიერი ტკივილი განიცადა? ტკივილი განიცადა დაზარალებულმა თავდასხმის შედეგად. ძლიერი? ტკივილი განიცადა. ექსპერტიზის დასკვნა თუ არსებობს საქმეში? ამიტომზე დასკვნა არ არის. დღეს ჩვენ პროკურორმა პატიმრობის დასასაბუთებლად წარმოგვიდგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზვიად რატიანს 19 ჯერ გადაუკეტავს გზა რუსთაველზე. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის საფუძველზეც პროკურატურა ითხოვდა პატიმრობის გამოყენებას. გარდა ამისა, ის შაბლონურად უცითებდა, რომ თითქოს და ის მოწმეებზე მოახდენდა ზემოქმედებას და ვინ არიან ეს მოწმეები? ეს მოწმეები არიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც უკვე გამოკითხა საგამოძიებო უწყებამ და გარდა ამისა კიდევ არის ერთი მოწმე, მითითებული ჟურნალისტი, რომელსაც საჯაროდ აქვს დაფიქსირებული პოზიცია, რომ ის მაგისტრის მოსამართლესთან მონაწილეობას მიიღებს გამოკითხვის საგამოძიებო მოქმედებაში და მას შესაბამისი უწყებაც აქვს გაგზავნილი. გარდა ამისა, მეორე საფრთხე, რასაც პროკურორი დაბეჭდებით უთითებდა პატიმრობის დასადასტურებლად, ეს არის ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. რეალურად ბატონმა ზვიადმა თავადაც აღნიშნა, რომ საფრთხე სამართალდამცავებთან მიმართებით არსებობს პირიქით. მათ მხრიდან მომდინარე საფრთხე და ეს საფრთხე ჩვენ მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში დეკემბერში ფაქტობრივად პირდაპირ ეთერებში ვნახეთ, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ჯგუფურად ძალადობდა ზვიად რატიანზე და დიახ, ამ საქმეზე ზვიად რატიანს შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი და ამ დრომდე არათუ დაშლილი არ არის, სავარაუდოდ გამოკითხულიც კი არ არის ის სამართალდამცავი და სამართალდამცავები, რომლებმაც ზვიად რატიანზე იძალადეს. შესაბამისად, თუ საფრთხეებზე ვსაუბრობთ, ეს არის ის რეალური საფრთხეები, რაც არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვისმინეთ ის შაბლონური დასაბუთება, რომელიც სრულად გაიზიარა მოსამართლემ და ბუნებრივია ჩვენ სხვა მოლოდინი არც გვქონია. ზვიად რატიანის საქმე არ არის პირველი და ერთადერთი საქმე, რომელსაც ფაქტობრივად იგივე ინტენსივობის ქმედების გამო ბრალი ამუხლით წარედგინა. შესაბამისად, ეს არის გაგრძელება იმ სერიისა, რაც ჩვენ ვიხილეთ, მაგალითად ზიამაყურებელთან მიმართებით და ნინო დათაშულთან მიმართებით. შესაბამისად, ეს არის მესამე საქმე, რომელიც ამ ინტენსივობის მქონე ძალადობის შემცველი ქმედებით, როგორც ამას კვალიფიკაციაში უთითებენ, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებთ. ამ დროისთვის ასეთი ექსპერტიზის დასკვნა საქმეში არ არსებობს, თუმცა ჩვენ სხვა საქმეებზე წარმოდგენილი ექსპერტებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ტკივილის აღქმა არის აბსოლუტურად სუბიექტური ხასიათის.